დღეს შალვა პაპუაშვილი მოლდოვის პრორუსი ოპოზიციონერი დეპუტატებით დაკომპლექტებულ საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრის შენათქვამის შეხვედრაზე კომპლექსურ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოსა და მოლდოვას შორის დიალოგისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობა აღინიშნა. მოლდოვის დელეგაციაში მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი და სამი ოპოზიციური ფრაქციის სოციალისტების ალტერნატივასა და დემოკრატია შინის წარმომადგენლები შედიან. ისინი მოლდოვის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს წარმოადგენენ. დელეგაცია საქართველოში 1 აპრილს ქართული ოცნების მოწმებით ჩამოვიდა. როგორც იგორ დოდონმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, ეს მოლდოვა საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი შეხვედრაა. მოლდოვის მეგობრობის ჯგუფის დელეგაციაში მოლდოვის მმართველი პარტიის წარმომადგენლები შედიან, თუმცა პაპუაშვილის თქმით, ისინი ჯგუფის დელეგაციას ბოლო მომენტში გამოეთიშნენ. დღეს მქონდა შეხვედრა მეგობრობის ჯგუფთან, მინდა მათ მადლობა გადაუხადო, რომ ჩამოვიდნენ. ასევე ხედავდი მედიაში გაშუქებას ამ ჯგუფის შემადგენლობაში სხვათა შორის ასევე გათვალისწინებული იყვნენ მოლდოვის სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლები და რომელიც ბოლო მომენტამდე დელეგაციის სიაში იყვნენ, სამწუხაროდ ბოლო მომენტში გადაიფიქრეს, ასე ვთქვათ, ამ დელეგაციაში ყოფნა. იყო ცდილობა ბლოკირების ამ დელეგაციისა, ჩამოსულიყო, რაც ცოტა გაუგებარი არის, რა არის დასაბლოკი, რომ საქართველოს პარლამენტში ჩამოვიდეს მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი, რომელიც მოლდოვის პარლამენტის მიერ არის შექმნილი, ეს ხომ არ არის რაღაც თვითდასახელებული ჯგუფი, ხომ ეს არის მოლდოვის პარლამენტის მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელსაც ყავს თავმჯდომარე და ეს ბლოკირება ცოტა გაუგებარი არის, ვინაიდან არ ვიცი მე მოლდოვას რა აქვს საქართველოსთან გასაყოფი, მოლდოვის ხელისუფლებას და მისასალმებელი იქნებოდა, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის, ამ ურთიერთობას უნდა ხელი შეეწყოს და არა პირიქით ხელი არ უნდა შეეშალოს. მოლდოვის დელეგაცია საქართველოში 5 აპრილამდე დარჩება.